მოგესალმებით მეგობრებო, ყოველთვის ჩემ ძველ ვიდეოს რო გადახედოთ, ვიდეოებს ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ყოველთვის მოგიწოდებდით, რომ თუ ინდივიდუალური კომპანიების შერჩევა გინდათ და არა ინდექსის ყიდვა, როგორიც არის Standard & Poor's 500, Dow, Nasdaq-ი მაგალითად, ან სხვაებიც არის, აქ შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, რას ყიდულობთ. ძალზედ მნიშვნელოვანია, როცა ყიდულობ, იცოდე რას ყიდულობ. ეს ეხება გრძელვადიანი ბიზნესის პერსპექტივას, ეს ეხება შიდა კონკურენციას, ანუ ანალიტიკა რო გქონდეთ გაკეთებული და გაანალიზებული ამ ეს მომხდელობაში, კომპანია უნდა შეგელოს რაოდენობრივად დაშალო და აწყობ ფინანსურად და უნდა შეფასება შეგელოთ და შემდეგ უნდა ნახოთ ვინ მართავს ამ კომპანიას და უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ეს არის საიმედო ადამიანების ხელში, რომლებსაც შეუძლიათ გააგრძელონ გრძელვადიანი წარმატება ამ კომპანიის. ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამის გაკეთება გეზარებათ, ან არ შეგიძლიათ ან სხვებზე დაყრდნობით აკეთებთ თქვენს გადაწყვეტილებას, მაგ შემთხვევაში უდიდესი ალბათობით ცდარი იქნება, დიდი ალბათობით, რადგან ძალიან რთულია, რომ ვიღაცამ რამე გირჩიოს და შეიძლება ერთხელ გაამართლოს და სწორედ გამოვიდეს ეს, მაგრამ გრძელვადაში მუდმივად ვიღაცის ნათქვამზე რომ თქვენ გაიაროთ, ასე ვთქვათ, მაგ შემთხვევაში ძალიან ცუდ შედეგს მიიღებთ. აქედან გამომდინარე, ჯობია ინდექსის ყიდვა. იყიდით ინდექსს, შედათ იქნებით. ინდექსის უდიდესი მონაწილეების საფონდო ბირჟა მაქვს ხედულობაში, ამერიკული საფონდო ბირჟა, მაგალითად რო ავიღოთ ჰედჯ-ფენდის მენეჯერები თუ სხვაები და სხვაები, უდიდესი ნაწილი ვერ ჯობნის ინდექსს გრძელვადიან პერსპექტივაში, 10 წლიანი ჭრილი რო ავიღოთ. აქედან რატო უნდა მოგინდეს, რომ რაღაც თავი გამოიდო ადამიანმა და მიედმოედო და ის ფული წააგო. თქვენ მაგალითად რომ არ იცოდეთ, ბინას გაიქცეოდით და იყიდით ეგრევე, ხო არ იყიდით, აი სუპერმარკეტში და სადაც რო შედიხართ, იქაც კი უყურებთ, ხო ეს რა ფასია, იქაც ზოგჯერ შეიძლება არც უყურებთ, ყიდულობთ, მაგრამ იქ იცით, რომ იქნება ის ფასი რაც არის. მეტნაკლებად შეიძლება სხვაგანაც შედიოდეთ, ეგ აკვირდებოდეთ. ამ ბინას რო ყიდულობთ, თქვენ ხო არ უყურებთ იმას, რომ ეგრევე იყიდოთ, ეგრევე ფასს კითხულობთ და აანალიზებთ და რა ვიცი, სად რა ადგილას მდებარეობს, რასთან არის ახლოს, ვინ ააშენა და ასე მრავალ ძალიან საფასურებო გადაწყვეტილებებია მისაღები, ხო? მაგრამ აქციების შემთხვევაში ხალხი ესე არ იქცევა. ხალხს გონია, რომ უბრალოდ აქცია არის ვირტუალური, აქცია არის ბიზნესი. რეალურად არის ბიზნესის ერთი აქცია არის რაღაცა მოცემულებაში გამოხატული წილი, ფორმა. ამიტომ თქვენ როდესაც ამას ყიდულობთ, უნდა იცოდეთ რა, შეიძლება იყოს ძალიან კარგი კომპანია, მაგრამ აქცია არ იყოს კარგი, იმიტომ რომ ძალიან ძვირი იყოს მაგალითად. ან კომპანია, რომელიც ძალიან კარგია, აქცია არ იყოს კარგი, იმიტომ რომ ძალიან deceleration, ანუ ისეთ ფაზაშია, რომელიც ზრდის ფაზაში აღარ არის, ეს მაჩვია რაღაც დაღვინებულ ფაზაში და აი რომ ეშვება დაბლა და ჭირდება სხვების შესყიდვა, სხვა პატარა კომპანიებისთვის დაგანახორციელოს. ხო, შეიძლება ვიღაცას ესაც უნდა და ესეთი კომპანიები ყოველთვის დივიდენდებს უკეთესად იხდიან, ხო? არის ძალიან ბევრი მოცემული, მაგრამ თუ თქვენ ტექ სექტორში ხართ და განსაკუთრებით გინდათ რომ დიდი მოგებები მიიღოთ, ხო? ამ შემთხვევაში ძალზედ კარგად უნდა შეგელოთ გაანალიზოთ.